შოტლანდია ერთი დღით მსოფლიო ვარსკვლავების თავშეყრის ადგილად იქცა. გლაზგომ MTV-ს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. წითელ ხალიჩაზე ფანებისა და ფოტოგრაფების წინ ემას პრემიის ლაურეატები და სტუმრები პოზირებდნენ. It's November 2014 and this is the MTV MTV-ն ევროპაში საუკეთესო მუსიკალური შემსრულებლები დააჯილდოვა. ყოველწლიური ცერემონია შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს ჰიდროსცენაზე გაიმართა, რომელიც 13,000 მაყურებელს იტევს. მთავარი მუსიკალური პრემიის მფლობელი ბრიტანული ბოიბენდი One Direction-ი გახდა. ჯგუფმა 3 ნომინაციაში საუკეთესო გულშემატკივარი, საუკეთესო პოპ არტისტი და საუკეთესო ცოცხალის შესრულება გაიმარჯვა. დიდი მადლობა რომ ხმა მოგვეცით. ძალიან გვინდოდა ცერემონიას დავსწრებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. პრემიის წარმოდგენას მომღერალი ნიკი მინაჟი უძღვებოდა, რომელმაც საუკეთესო ჰიპ-ჰოპისა და რეპის შემსრულებლის ჯილდო მიიღო. არტისტმა სტუმრებს სანახაობრივი და სიურპრიზებით დატვირთული საღამო აჩვენა. სასცენო არენაზე ცეცხლოვანი შოუ ენრიკე იგლესიასმა, ალიშა ქისმა, როკ ჯგუფმა YouTube და მსოფლიო მასშტაბის სხვა მუსიკოსებმა გამართეს. მეგობრებო, მგონი სელფის გადაღების დროა. დამერწმუნეთ, ეს უკეთესი სელფი იქნება, ვიდრე ანჯელინა ჯოლისა და მერილ სტრიპის მიერ გადაღებული. MTV-ს რიგით მეოცე დაჯილდოების ცერემონიაზე პოპის, საუკეთესო შემსრულებლის, საუკეთესო ევროპელი მომღერლის, საუკეთესო სოციალური სიმღერის, საუკეთესო ვიდეო კლიპისა და საუკეთესო დეკორის კატეგორიების პრიზიორების გამოვლინდნენ. არც კი ვიცოდი თუ საუკეთესო დეკორის გარდა ასეთი კატეგორიაც არსებობდა. გინდა თქვათ, რომ მოგწონთ როგორც გამოვიყურები? გულწრფელი მადლობა მინდა უთხრა ჩემს მშობლებს ამისთვის. მადლობას გიხდით ყველა თქვენგანს. ემას სპეციალური ჯილდო მსოფლიო იკონი ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტს ოზი ოსბორნს გადაეცა. ოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. დაუჯერებელია ამ პრემიის მიღება. მადლობა MTV-სა და ყველა აქ მყოფს. ღმერთმა დაგლოცოთ. ემას მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიას ტელიარხმა MTV ევროპამ საფუძველი 1994 წელს ჩაუყარა. გამარჯვებულები ხმის მიცემის ონლაინ პროცედურით გამოვლინდებიან. ღონისძიება ყოველწლიურად ევროპის უმსხვილეს ქალაქებში იმართება.